ევროპის დღე ევროპის მოედანზე შედგა. გუშინდელმა დღემ ყველას ძალიან კარგად დაანახა, რომ პროტესტის 173 დღესაც კი ის მუხტი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ გვიან შემოდგომაზე, არ ჩამცხრალა, არ განელებულა და რომ გაზაფხულზეც მოქალაქეები მზად არიან, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად. მათი მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქუჩაში გაძლეს 3 სეზონი და თუ კი ეს საქმეს დასჭირდება აუცილებლად მეოთხე სეზონზეც გადაინაცვლებს მათი პროტესტი, რაც მთავარია ყოველი ევროპის მოედანზე მყოფი ადამიანის მთავარი სათქმელი და ძირითადი პათოსი იყო ის, რომ გააგონონ ევროპას, როგორი მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის მისი მხარდაჭერა, ახლა კი მხარდაჭერა უნდა გადაითარგმნოს ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების მეტად დასანქცირებაში. ამიტომ მთავარი შეძახილები ამ საპროტესტო მსვლელობებისა და აქციის იყო ის, რომ არის მთავარი ჩვენი ქვეყნისათვის ევროინტეგრაცია და უნდა დასანქცირდნენ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ პროტესტის ავანგარდში კვლავ იყვნენ სტუდენტები, ისინი და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე იდგნენ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამის პარალელურად ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თარიღებზე და ესეთი მნიშვნელოვანი თარიღი იყო სწორედ ევროპის დღე, რომელმაც სრულიად ქართულ საზოგადოებას და დასავლეთსაც, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამადიდებელი შუშით აკვირდება, აჩვენა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება დასავლეთი. მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჩართულობა, სტუდენტების ჩართულობა ამ დღის განმავლობაში და ამ დღეს ზუსტად გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, ასევე იყო პოლიტპატიმრების მშობლების ჩართულობა, რომლებიც თვითონ გამოვიდნენ და პოლიტპატიმრების მესიჯები მოასმენინეს მოსახლეობას. ჩვენ მეგობრები ჩვენს გვერდით არიან, ამას მოყვა დასავლეთიდან სანქციები, ამას მოყვა მეგობარი აქტი, რომელსაც ძალიან წუხს ქართული ოცნება, რომელსაც არ იმჩნევს, მაგრამ სწორედ აი ამ ქმედით ნაბიჯებს მოყვება ის, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ერი გაიმარჯვებს. ემოციური დღე იყო ნამდვილად ყველასთვის. ვფიქრობ, განსაკუთრებით პატიმრის ოჯახის წევრებისთვის, ვნახეთ მათი რეაქცია და ჩემი აზრით მხოლოდ აი მათი სიხარულისთვისაც ღირდა ეს დღე. გუშინ ყველამ ვნახეთ, რომ მუხტი არ წყდება, ხალხი კვლავ გამოდის და გამოდის დიდი რაოდენობით, რაც იმის მანიშნებელია, რომ კვლავ არის იმის შესაძლებლობა, რომ 100,000 გამოვიდეს, 200,000 გამოვიდეს. მოგეხსენებათ, ამ რეპრესიების ფონზე ძალიან წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ ამდენი ადამიანი არ გატყდა, კვლავ მონაწილეობს პროტესტში და მონაწილეობს ესე ამაყად და უდრეკად, როგორც გუშინ ვნახეთ. ქართველი ერი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ვინმე ამ გზიდან გადაგვიყვანოს, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა წარმოდგენაც არ უნდა კონდეს თავის თავზე და რა ბერკეტებიც არ უნდა ეჭეროს ხელში. ეს არის მტვერი ჩვენი ისტორიის, ასე ვთქვათ, ველზე. და ჩვენ ამ გზას ბოლომდე გავივლით და მივალთ იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანი და ადგილი. ევროპის დღეს 9 მაისს 5 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მარში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. საბოლოო ჯამში კი ყველა შეერთების მთავარი წერტილი და ძირითადი ლოკაცია იყო ევროპის მოედანი, რომლის სახელით სწორედ იმასთან ასოცირდება, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი არჩევანი არის ევროპა. იქ შეკრებილი იყო ყველა ექიმები, პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და შეიძლება რიგ საკითხებთან მიმართებით ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთიანი აზრი, თუმცა როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას და მეგობრობას ევროპასთან, ამერიკასთან, დასავლეთთან, ყველას აზრი არის უცვლელი, რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელიც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, ამიტომ ქართული ოცნება და ევროპა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია. ამ ყველაფრის დასკვნა და ძირითადი პათოსი კი არის ის, რომ ქუჩაში დგომის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ქართული ოცნების გაშვება და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი დღე იყო ქართველი ხალხის ევროპული განწყობების დემონსტრირების დღე, არავის დავიწყებია, რომ კვლავ დღის წესრიგში დგას მთავარი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და ქართული ოცნების გადადგომასთან დაკავშირებით. მადლობა ხატია, ეს იყო ხატია სამხარაძე.